ერთი წლის წინ ძალიან რთული იყო, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა შევეჩვიეთ, გავძლიერდით, ბევრი რამე ვისწავლეთ ჩვენც და პატიოლებმაც ციხეში. ახლა ვინმე მარიფიქროს ამ მარიონეტი ხელისუფლებიდან, რომ რომ დავიჭირეთ, იმიტომ ისწავლეს უბრალოდ უფრო მეტი. და ზუსტად მაგის ეშინოდეს, რაც ისწავლეს. დაემთხვა რაღაცათო, რომ 3 დეკემბერს ჩაინიშნა 24 საათიანი შეხვედრა და მაშინ როცა პოლიციამ ხელიდან გამომაცალა და სახლიდან წაიყვანა თორნიკე, მე დღეს დილით შემინებით დავტოვე ციხეზე რა, იმიტომ რომ ესე დაემთხვა. ცუდი ის არის, რომ გამოკეტილია 4 კედელში ეს აქტიური ბიჭი, რომელიც დადიოდა სულ მუშაობდა. მაგრამ ღმერთს მადლობა და მადლობა ირაკლი კერაშვილს, მადლობა გორი მერცხულავას, გელა ხასაიას, საერთოდ ყველა პატიმარს მადლობა, მაგრამ განსაკუთრებულად ამ ბიჭებს ისინი არიან თორნიკესთან ერთად კამერაში. და ძალიან უყვარს თორნიკეს, ძალიან უყვარს ეს ბიჭები და ძალიან მადლიერია მათი და ამიტომ როცა ასე ერთად არიან და კარგად არიან, ხო? მე ჩემთვის ეს ყველაზე კარგია და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფიზიკურობას თორნიკესას, კარგად გამოიყურება, ვარჯიშობს. ირაკლი ავარჯიშებს, ალბათ დიეტაზედაც ყავს, იმიტომ რომ ექიმია ირაკლი. გავატარეთ მთელი ღამე, ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ვიჭორავეთ, კიდეც ახალი ამბებიც მოუყევით, თვითონაც მომიყვა და მაშინ როცა თორნიკეს საერთოდ არ აინტერესებდა პოლიტიკა და არც უყურებდა რაღაც იმას ინფორმაციებს, დღეს ზის და ყველაფერს უყურებს ორჯერ და სამჯერ და იცის რა თქვა ყობახიძემ, თქვა ახლა რა თქვა და მეორე თქმაზე რა თქვა, აანალიზებს მაგას, იმიტომ რომ ხდება რომ ტყუილს ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორჯერ არ შეიძლება სხვადასხვა რამე თქვა, უყურებს სხვასაც, უყურებს ფილმებსაც და რა ვიცი, არიან ასე. თქვა რომ თუ შეგვეხება რამე ისეთი, რომ კანონიერი იქნება და კანონიერად გამოგვიშვებენ, თუ რამეს მოითხოვენ შეწყალებისნაირს, არავინ არ ვაპირებთ შეწყალებას ხელი მოვაწეროთ, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი არ გვაქვს შესაწყალებელი, ჩვენ არ ჩაგვიდენია დანაშაული. და ძალიან დიდი იმედით არიან ხალხის მიმართ, რა თქმა უნდა და ხედავენ რომ არ იშლება აქციები, ის რაც მოხდა 2 დღის წინ BBC-ს ინფორმაციით, რა თქმა უნდა მიხვდნენ რომ ეს არის ყველაფერი მართალი, BBC-მა რაც დაწერა, იმიტომ რომ ისინი იყვნენ თორნიკე იყო აქციის მონაწილე და მიხვდა ის რომ რამდენად ცუდად იმოქმედა მასზე წყლის ჭავლმა. ამიტომ ნახოთ რა იქნება, აუცილებლად ისედაც არ ვჩერდებით და არც გავჩერდებით ალბათ, სანამ ესინი ამ ქვეყნიდან არა წავლენ აღარ ვიტყვი. სულ ყველა ციხეში არ აღმოჩნდება, აბსოლუტურად სულ ყველა ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული.